გამარჯობა, ეთერშია კომედი შოუს საინფორმაციო გამოშვება. ახალ ამბებს კომედი გრუპთან ერთად ეკა აბშილავა და გიორგი მარშანია წარმოგიდგენ. პროკურატურამ გიგი უგულავასგან გირაოს სახით 1 მილიონი ლარის გადახდა მოითხოვა, რაზეც თბილისის მერმა განაცხადა, არ გადავიხდი და ჩავჯდებიო. ჩაჯდები და იჯეირაო, უპასუხა პროკურორმა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გამოძიებაში არანაირად არ ერევა პრემიერ-მინისტრი. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს პროკურატურა გირაოს სახით სოლიდური თანხის გადახდას თხოვს. უგულავა მილიონი ლარის გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ყოფილ მთავრობას შეჭმას უპირებს. ანუ შეიძლება ითქვას ივანიშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე კბილაშვილს ილესავს. პროკურატურის განცხადებით ისინი აქტიურად მუშაობენ თბილისის მერიაში არსებული კანონდარღვევების ახალ ფაქტებზე. რა ახალი მტკიცებულებები გამოიკვეთა გამოძიების დროს? ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს ბრიფინგი და ჩვენ მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მოგესალმებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა გამოვლინა ნაციონალური მოძრაობის ფულის გადათრების სქემა. კერძოდ 2010 წლის 8 მაისს თბილისის მერიამ შეიძინა 4000 ერთეული ჭოტი, 18600 აშშ დოლარად, რაც არარეალური თანხაა, რადგან მოგეხსენებათ, რომ ერთი ჭოტის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 78 აშშ დოლარს. ამით დაფიქსირდა თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. თვითონ ქალაქის მერი გიგი უგულავა უარყოფს ამ ფაქტს, მაგრამ საინტერესო დეტალი ფიქსირდება სატელეფონო საუბრისას. ამ აუდიო მასალამ ნათლად აჩვენა, რომ უგულავას საუბრისას გვერდითა ოთახიდან ისმის ჭოტის ხმა. აქ უკვე საქმე გვაქვს კიდევ ერთ კანონდარღვევასთან. კერძოდ კი სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისებასთან. ამასთან დაკავშირებით დაიკითხა მამუკა ახვლედიანი და 2600 ჭოტი. მათი ჩვენებები ერთმანეთს ემთხვევა. გარდა ამისა, სახეზეა ფინანსური დარღვევა. საქმეში ასევე გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული. კერძოდ თბილისის მერიის თანამშრომლები აღნიშნულ ფრინველებს იყენებდნენ წინასაარჩევნოდ ბინძური გეგმის განსახორციელებლად. ისინი ჭოტებს აგდებდნენ ქართული ოცნების ოფისებში, ზონდერ ფრინველები კორტინდნენ ქართული ოცნების აქტივისტებს, გამოსცემდნენ საშინელ ხმებს, რითაც ხელს უშლიდნენ წინასაარჩევნო მუშაობაში. ყველა მოძიებული მასალა გადაეცა პროკურატურას და პროკურატურა მოითხოვს გიგი უგულავას წაეყენოს ბრალდება 157, 152, 159 და იყოს 150 მუხლებით. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ფინანსთა სამინისტროდან ვაგრძელებთ გამოშვებას. ახალი მთავრობის წყალობით ციხიდან იმდენი პატიმარი გამოვიდა, რომ ახლა გალიაში მართლა ბულბულები ზიან. საქართველოში შექმნილ ვითარებას არასტაბილურად მიიჩნევენ უცხოელი ინვესტორები. ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნის შემოსასვლელებში კალბასებს დაკიდებენ, რომ ინვესტორები თუ არ შემოვლენ, გარედან მაინც წაეთამაშონ. თბილისში კიდევ ერთი ბანკი გაიძარცვა, თუმცა მეპატრონე ბანკის დასახელებისგან თავს იკავებს. გაიგებენ, რომ ფული გვაქვს და კიდევ გაგძარცვავენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ჩვენი კორესპონდენტი გიგა ტაბიძე. გიგა, რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე? ჩვენ ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ ბანკთან, სადაც რამოდენიმე წუთის წინ მოხდა ძარცვა, აქ იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება. მუშაობდი ბანკში, როდესაც შემოვარდა მძარცველი და დაიყურა დაწექითო. ყველა დაწვა და მეც დავწექი მათ შორის და რო დავწექი დამეძინა. აი რო გავიღვიძე უკვე, ყველაფერი გაძარცვული იყო, მე არაფერი დამინახავს. როგორც პოლიცია აცხადებს, ძარცვა დააფიქსირეს კამერებმა და მიმდინარეობს დამნაშავის ამოცნობა. შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა? მოგახსენებთ რა თქმა უნდა, როგორც კი შემოვიდა ზარი, ისვე აღმოჩნდით ჩვენ დანაშაულის ადგილზე და როგორც თქვენ ხედავთ, დავაკავეთ დამნაშავე. აგრეთვე მე მინდა ყველას უთხრათ, აი როგორც ეს დანაშაული გავხსენეთ, აგრეთვე ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა საქმე იყოს გახსნილი და მინდა რომ დავამშვიდო მოსახლეობა, რომ არანაირი პანიკის საფრთხე არ არსებობს, საფუძველი არ არსებობს და აი პოლიცია ყოველთვის ხალხის გვერდით იქნება. მოწოდების სიმაღლეზე, რა თქმა უნდა, მოწოდების სიმაღლეზე. გიგა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. რეჟისორი მატყობინებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება კახეთის ერთ-ერთ სოფელში თანდილაშვილების ოჯახში და მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მანქანებს დასატერი და დავწერე.
Certo, tra. Deni gaktor. Deni გვაქვს ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო დროს ხანდახან ითიშება ხოლმე, ბატონო პრეზიდენტო. მე ახლა ესე ხშირად გათიშოს. ისე ჯობდა საკუთარ კარებში ეტარა გოლები. ისე ბატონო მიშა დენი რომ გვაქვს სოფელში ეს თქვენი დამსახურებაა. გზა არ ქონდა ისიც გავგვიყენეს გზა ხო ესეც თქვენი დამსახურებაა. ხო წყალიც არ ქონდა სოფელში წყალიც გამოიყვანეს ესეც თქვენი დამსახურებაა ბატონო პრეზიდენტო. ხო სუფრა რომ ცარიელია და საჭმელი არა გვაქვს ესეც თქვენი დამსახურებაა ბატონო. ხო მე ბიზნესი მქონდა ადრე და მე თქვენმა მთავრობამ ჩამომართვა. ბაბა მე ვიდექი რა უბრალოდ მე დაგითხრათ რომ დროდესაც 9 წლის უკან ვიყავი თქვენთან. მახსოვს. მე მახსოვს რომ კარალიოკის ხე დეზოში იყო ძალიან პატარა. იმიტომ რომ შევანას დროს ხეებიც იყო შეშიდებული. იმიტომ იყო კრიმინალი, გაუსაძლისი პირობები იყო კორუფცია. და ახლა უბრალოდ არ იზრდებოდა ხე, ხა მოვედი ჩვენ, გაიზარდა ხე, მოიხსნა ყველანაირი დაძაბულობა, აღარ არის კრიმინალი, აღარ არის უკვე კორუფცია. ახლა ისე უხარია ხეებზე, უბრალოდ ახლა ფოთლებს არის დასავლეთისკენ. მაგრამ მე ამოდროულად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს უშიშარი თარაგუნდელები. და იყო ერთი ამბავი, რომ დიმიტრი შაშკინი დატოვა საქართველოს და აღარ ჩამოეშინია შაშკის. თურას უკაცრავად შაშკინი ჩამოვიდა. არ შეუშიდა მიუხედავად იმისა, რომ ამდენი კრიმინალები დაწრწია გარეთ. ჩამოვიდა ერთია, მაგრამ მეორე ჩამოვიდა თავისი ბლაჟი არ მოუპარსია შაშკის. ბლაჟი უბრალოდ როგორ წავიდა, ასე ჩამოვიდა. გაჩეხება ძალიან მტკივნეულ თემებს ეს მთავრობა უბრალოდ დაგმირდათ ჩაგაბერებინებით ხელს. ვაშლი ჩაბარეთ თუ არა? კი, ვაშლი ჩავაბარეთ, კარგად გავყიდეთ. ბატონი? ატამიც კარგად ჩავაბარეთ, კარგი. მანდარინი? არა, მანდარინი საერთოდ არ მოდის ჩვენ. აი ხო ხედავ ესე იგი მოატყუი ჩაგაბერებინებთ და გლეხები დარჩენ მოტყუებულები, ეს მთავრობა მიაქარებს ქვეყანას რუსეთისკენ. რუსეთი არის სადაც არ არის არანაირი სინათლე და არანაირი პერსპექტივა შემოძირფასო მეგობრებო. მე მინდა ვიცოდეთ რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოზე, ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი. აი ჩემი რაღაც აკვიატება კი არ არის სააკაშვილო, აი გინდა თუ არა გვინდა ევროპა და ნატო, ეს არის ხალხის არჩევანი, ხო? კანიშლა. კანიშლა კი როგორ არის? რა შეხება ჩვენს მთავრობას პარლამენტში ზიან ჩვენი მთავრობის უმრავლესობა ტვინ გადარეცხილები, ეს კარტოჟნიკები სხვა შეიძლება ვერაფერს ვერ მოუძებნიებათ. ზიან და ფიქრობენ როგორ დაათმო და როგორ დაუახლოვდნენ რუსეთს. და მე ერთი თემა მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო კვირას გააგზავნეს ჩვენმა ვაჟბატონებმა წერილი გაუგზავნეს ევროპას. ეხლა მე ერთი რა მინდა რომ თქვა. თუ ჩვენ გავაბრაზებთ ევროპას, ერჩვენიერ დღეს ევროპა გვეტყვის ზურგს ვაქცევს ევროპა და მე ჩვენ ავდგებით და დავждებით რუსეთის ანაბარ. და ეხლა მე ერთი რა მინდა რომ თქვა, რომ თუ ჩვენ დავждებით რუსეთის ანაბარი, მე რამდენიც არ უნდა იძახონ უმრავლესობამ. დავждებით და ვიჯდებით რაო ვერ. აი ეს არის მოგონია რომ რაღაც სააკაშვილის ხრიკები არის ის რაც კეთდება დღეს. როგორია რომ აი გააკეთა ახალი ბესტია, გააკეთა ბათუმი, გააკეთა ახალი სიღნაღი. ეს არის სააკაშვილის ხრიკები თუ ზედმეტი თავისი რაღაც ამოუცნობი სურვილები. ეს ხო გავაკეთეთ თქვენთვის რა. მე მინდა ამედროულად გააკეთეთ უფრო მეტი. შენობას ნუ დავაკეთოთ. შევქრეთ უფრო მეტი, გავაკეთოთ. დაიტანო კი მაგრამ რაღაც მიგერთა ბატონო. არა, ძალიან მოგებაში. კაი.
საქართველოში ინდოელი ინვესტორები ჩამოვიდნენ. ერთმანეთს უკვე შეხვდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ როგორი ხადური და ინდოელი კინომაგნატი რაჯ როგორი კაპური. წამყვანი მეცნიერები მსოფლიოს საოცრებიდან ჩინური კედლის მოხსნას აპირებენ, რადგანაც რაც არ უნდა იყოს, მაინც ჩინურია. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, ჩვენ მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.